დღეიდან დედაქალაქში 9 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, საუბარია 300 მეორე მარშრუტზე. ისინი დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული მაღლივი კორპუსის მიმართულებით გადაადგილდებიან და ამ დრომდე მოქმედ 12 მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. თბილისის მერის თქმით, სამომავლოდ კიდე 40 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. ჯამში მერიას 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი აქვს შეზღუდული. კალაძის ინფორმაციით, მანის მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. არასოდეს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის, კარგად ვიცით. მე ჩემმა თანამშრომლებმა, გამგებლები არიან აქ მთავრობის წევრები, ხო? რომელ უბანს რა პრობლემები აქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას და შემთხვევით არ არის ის, რომ მაგალითად ეს კონკრეტული ავტობუსები, 9 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსები დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეიდან აღნიშნული ავტობუსები დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12 მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს. აღნიშნული ავტობუსები არის, იცით, გაზზე მომუშავე, გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 53 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეშუპი პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეო მონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენით წერტილებით, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. მთლიანობაში ჩვენ ინტერვალის გაუმჯობესებას უკვე არსებითად შევძლებთ, მაშინ როდესაც სრული რაოდენობით მოვახერხებთ 160 ერთეული ავტობუსის მართვას, ეს მოხდება როგორც მოგახსენეთ. წლის ბოლოდან ცხადია ეტაპობრივად გაუმჯობესება სახეზე იქნება ტევადობის თვალსაზრისით. ჩვენ სამწუხაროდ ჰქონდა ისეთი რეალობა გაჩერებებზე, რომ ზოგჯერ ავტობუსები პიკის საათებში ვერ აუდიოდნენ ინაკადების გადაადგილებას, რომელიც თავს იყრიდა კონკრეტულ გაჩერებებზე, სწორედ ამიტომაც დაიგეგმა 18 მეტრიანი ავტობუსები შემოყვანა და ცხადია გაუმჯობესდება მოსახურების ხარისხი ამ მიმართულებით.